11 საათზე ქართულ ეკლესიებში სააღდგომო ლიტანიობა დაიწყება. ბოდბე, ალავერდი, სვეტიცხოველი, სამება, ბაგრატი და ბათუმის საკათედრო ტაძარი. მეცხრე არხით პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ჩართვებს ყველა ამ წმინდა ადგილიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი მორიგეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ცოტა ხანში წმინდა ცეცხლი უნდა ჩამოაბრძანონ, ასე რომ დარჩით მეცხრე არხზე. წინა სააღდგომო საჩუქრები ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ექიმებსა დღესასწაულო ღონისძიებამ თაწმინდის პარკში და პოლიტიკოსების მიერ დარიგებული ნობათი. ნახეთ ნინო ქავთარაძის რეპორტაჟი. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად დღეს ბევრი იყო მილოცვა, საჩუქრები და სააღდგომო ღონისძიებები. კეთილი ფონდის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის ბავშვთა სახლის ახსაზრდელებს წინა სააღდგომოდ საჩუქრები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს. ქველმა ფონდმა გადაწყვიტა თბილისის მოლში და ქარვასლაში შეგროვებული შემოწირულობით დახმარებოდა და გაელამაზებინა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველაზე უფრო სათუთი პატარებისათვის, ობლებისათვის. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. რასაც ღმერთი მოგვაწვდის. ნებისმიერი ადამიანის ხელით, თქვენი ხელით. ყველაფრის მადლობელი ვიქნებით. ბავშვებისთვის აღდგომის მისაოლცად ზეიმი მოეწყო მთაწმინდის პარკშიც. პატარებმა მხატვართან ერთად სააღდგომო კვერცხები მოხატეს, მულტფილმის გმირებად გადაცმულ მსახიობებთან ითამაშეს და სხვადასხვა საჩუქრები მიიღეს. ღონისძიება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი თბილისი 2015-ის ორგანიზებით გაიმართა. მთაწმინდის პარკში ამასული სტუმრებისთვის ყოველთვის ვიზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ მათ განწყობაზე. აქ დახვდებათ უამრავი ღონისძიება, კონცერტები და შოუ პროგრამები. ეს ღონისძიებაც ზუსტად ეძღვნება იმას, რომ აღდგომას ერთად შევხვდეთ და ერთად ვიზეიმოთ, შევღებეთ სხვადასხვა ფერის და თემატიკის კვერცხები, მომხატეთ. ყავდა მსახიობი, რომელმაც განასახიერა ის 9 სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენს ფესტივალში იქნება ჩართული. სააღდგომოდ საჩუქრებს არიგებდნენ დღეს პოლიტიკოსებიც. ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა ნიკა მელიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სოლოლოგში ლუბსაძეების მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა. გამგებლის სახელით სააღდგომო საჩუქრები რაიონში მცხოვრებ 2000-მდე ბენეფიციარს გადაეცა. აღდგომა არის იმედის წმენის სიკეთის დღესასწაული და სწორედ იმედი წმენა ერთმანეთის ხარდაჭერა და თანადგომა არის საძინდარი უკეთესი ყვავილდელი დღისა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სახელით სოფელ მისაქციელში ჩანადირების 8 შვილიან ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა. ფაქტია, რომ ოჯახს ძალიან უჭირს. ჩვენ მცირედი მოსაკითხი დღეს მოუტანეთ მათ, მაგრამ მე შევპირდი, რომ ასევე სოციალურად დაუცველთათვის თანხა, რომელიც დღემდე არის პირველ ოჯახის წევრზე 30 ლარი და ყოველ შემდგომზე არის 24, ეს 1 ივლისიდან გაორმაგდება. საჩუქრები მიიღეს ექიმებმაც. აღდგომის დამდეგი დღესასწაული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა შალვა ბრაჭულმა დიდი დიღმის რაიონული სამსახურის ექიმებს მიულოცა. ორ ექიმს კი ფულადი პრემია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აქედან ერთი ქეთევან კოლელიშვილი უკვე 40 წელია სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. მეორე დასაჩუქრებული ექიმი კი 8 შვილის მამაა.